კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი კი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. როლანდ ახალაია პროკურატურაში მოწმის სახით დღეს იყო დაბარებული, თუმცა ეგ სამხარეო პროკურორი დაკითხვაზე არ მივიდა. საქმე ეხება ახალაიას პროკურორობის პერიოდში შემდგარ რამდენიმე საპროცესო გარიგებას, რომელთა მიმართ გამოძიებას შეკითხვები აქვს. თავად დეპუტატი დუმს მისი გუნდი კი პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე საუბრობს და ულტიმატუმს აყენებს. მოწმეები, რომლებიც ახალაიების მამას უჩივიან და ბიზნესმენი, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ საჩივრის დასაწერად მოსკოვიდან ჩამოდის. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. როლანდ ახალაიას შეუთვალე. ამ ცხოვრებას მოიცა ქვია მეთქი. დადგა ეს დროც. ვახტანგ ხაინდრავა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც როლანდ ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურას საჩივრით მიმართა. საქმე ეხება ქონების იძულების ჩამორთმევის ფაქტს. ძიებას ზუგდიდის საოლქო პროკურატურა აწარმოებს. მოეწონა ეს ადგილი ჩვენიერია შენობას უკვე თითქმის აშენებული იყო და იკითხა, რა ხდება აქ. გადის 2 თვე და 2005 წლის მაისის თვეში ის შენობა ჩდება საპრივატიზაციო ნუსხაში და 40,000 ლარად იყიდა დაფორმდა გოგი ახალაიას. ეს არის როლანდ ახალაიას ძმის შვილი. ხა დანარჩენი თქვენ გააკეთეთ დასკვნები, რა მოხდა და რატომ მოხდა. როცა გადავხედე და იყო იქ რაღაც საბუძველი რომ შემაშინებდნენ, გადავწყვიტე მეც დამეთ და გამეჩუქებინა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ნამდვილად ჩემი სურვილი. როლანდ ახალაიას დაკითხვას ის მოქალაქეებიც მოითხოვენ, რომელსაც მისი პროკურორობის პერიოდში საპროცესო გარიგება გაუფორმდათ. საუბარია ათეულობით 1000 ლარზე. მაჟორიტარი დეპუტატი გამოძიების შეკითხვებს ამ დრომდე თავს არიდებს. საპარლამენტო უმცირესობა კი მის დაკითხვას მხოლოდ პროკურატურის შენობის გარეთ თანხმდება. ჩვენ ვთავაზობთ, რომ სამართალმცავ ორგანოებმა ღია წარმოადგინა პარლამენტში ყველა კითხვა, რომელსაც საჯაროდ გასცემს ყველა დაინტერესებული დეპუტატი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ფორმა უფრო მეტ გამჭრვალობას და ღიაობას შეძლებს. ოპოზიციის განცხადებებს დღეს მთავარი პროკურორი გამოეხმაურა. არჩილ კბილაშვილი განმარტავს, რომ მოწმის სახით დეპუტატის დაკითხვის უფლებას კანონი იძლევა და ახალაიას პროკურატურაში მისვლა იზულების წესით მოუწევს. არც ერთი თანამდებობა არ არსებობს საქართველოში. არც პარლამენტის წევრია ის თანამდებობის პირი, არც მოსამართლე, არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ვინმე ან თუ გნებავთ ქვეყნის პირველი პირი, ვისაც ჰქონდეს უფლება უარი თქვას მოწმის მოვალეობის შესრულებაზე. ასეთი თანამდებობა არ არსებობს საქართველოში. ამიტომაც ყველა ვისაც საგამოძიებო ორგანო მოუხმობს მოწმის სახით დასაკითხად, ვალდებულია გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება. მეცხრე არხისთვის ცნობილი ხდება კიდევ ერთი საქმე. როლანდ ახალაიას მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი უჩივის. დავით როგავა უახლოეს დღეებში საქმის მასალების თბილისში ჩამოტანას და ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს.